საქართველოს გაუმენ! One, two, three, My baby don't mess around because she loves me so, and this I know for sure. But does she really wanna, but can't stand to see me walk out the door? Don't try to fight the feeling, cause the thought alone is killing me right now. Thank God for mom and dad for sticking together, cause we don't know how. ჩვენი მეორე ერთდღიანი შეკრებაც დაიწყო. ჩვენ ახლა ვართ მცხეთი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენთან იმყოფება ჩვენი ვეტერანი მოხალისე მათე. მითხარი ახლა შენ როგორი ამინდი გვაქვს? ძალიან კარგი. კარგზე ვირტუთ ქარია, მაგრამ მოხარული ვარ რომ ვარ ამ ლაშქრობაში, მივიღე მონაწილეობა და დიდი სურვილი იყო ჩემთვის. ამის გამო ბევრი მიზეზები მქონდა, მაგრამ მე აქ ვარ დღეს და ძალიან მიხარია. სხვათა შორის მათე გუშინ ჩვენი ლაშქრობის გამო ჩამოვიდა ლაგოდეხიდან. იახ, ეხლა რა მითხარი, ლაგოდეხში ჯობია თუ აქ? ლაგოდეხში ჯობია. ლაგოდეხის სხვა არის მაინც. მაინც ეს პატრიოტიზმი თავისი კუთხის. რაც უნდა ითქვას, პირველ რიგში არის ის, რომ საშინელი ამინდია, ქარია, მაგრამ ზუსტად აი ამ ამის აქვს ისეთი რაღაცა პლუსი, რაც ჩვენ მეტ ჟინს გვაძლევს, კი ბატონო. და ასე მგონია რომ კარგი დადებითი ემოციები დამრჩება მე დღეს ამ ლაშქრობში. კი ბატონო, თუ დღეს გადავჭით, ესე იგი მე წვარები ვარ. და თუ არ გადავჭით კიდე დაგვიკავშირდით ან რამენად გვიპოვიან დავრეკავთ. მოგზევნია. ჩვენს უკან ახლა მიდის სწავლება ტოპოგრაფიაზე, ჩვენი მიზანია რომ გავიაროთ 6 კილომეტრამდე და საბოლოო ჯამში ავიდეთ ჯვრის მონასტერზე. თუმცა ამ მარშრუტის მანძილზე იქნება სხვადასხვა სწავლებები, მათ შორის პირველი სწავლება უკვე დაწყებულია ტოპოგრაფიაში. და ნახოთ, თუ არ დავიკარგეთ, ხო კაიდა, თუ დავიკარგეთ, იმედია გვიპოვნია. თუ დავიკარგეთ კიდე გვიპოვეთ, დაგვიკავშირდით, გამოვალთ ხაზზე. ჩვენ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, უამრავი ადგილია, რომელსაც არ ვიცნობთ. წარმოიდგინეთ, ერთ დღეში შეგიძლიათ მთიანი აჭარიდან აღმოჩნდეთ ზღვაზე. შემდეგ თოვლში ისრიალოთ კუდაურში და საბოლოოდ უდაბნოში დაასრულოთ მოგზაურობა გარეჯში. ჩვენ ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი წილი საქართველო და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ლაშქრობები, რომლებმაც უკვე მუდმივი სახე მიიღო. ჩვენმა ინსტრუქტორებმა ავთო ფილიოვმა და ლევან მაჩაბელმა მოხალისეებში საინჟინრო საქმეში სწავლება ჩაუტარეს და მისცეს დავალება, რომ გზაზე ფრთხილად და დაკვირვებით ამოეცნოთ ნაღმები. სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია ომის შემდეგ ჩარჩენილი ნაღმების გამო დამდგარი ფატალური შედეგები. რა ვიპოვნეთ შეგიძლია გითხრა? ეს არის პეპელა, ერთ-ერთი ნაღმის ტიპი, რომელზეც ფეხის დადგმის შემთხვევაში იგი პირდაპირ ფეთქდება და ტერფს ქვემოთ გაწყვიტავს. აჰა, მადლობა, ესე იგი ესეთი პატარა და რაღაცა გვაწყვიტავს ფეხს. ამ შემთხვევაში ესასწავლო. გზად რამდენიმე ნაღმის პოვნა ჩვენ შევძელით და პარალელურად ჩვენმა ინსტრუქტორებმა ამ ნაღმების მახასიათებლები და ნიშან-თვისებები გაგვაცნეს. მათ შორის იყო როგორც ქვეით საწინააღმდეგო ნაღმები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებიც. ბატონო ლევან, რო გითხრათ, ეს რა არის? ეს არის ქვეით საწინააღმდეგო ნაღმი ამომხტომი OZM-72. ისი ნამსხვრევების რაოდენობა არის 2500 ცალი. საინჟინრო შემდეგ დაიწყეთ პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება. კახა ჯინჭარაძესთან ერთად სწავლებას ატარებდნენ დავითი და ლაზარე, რომლებიც ჩვენი მოხალისეები და ახლა უკვე ინსტრუქტორები არიან. გადაადგილების პროცესში დიდი შანსია, რომ დავშავდეთ, დავიზიანოთ კიდურები, სხეულის რომელიმე ნაწილი. ამიტომ აუცილებელია ჩვენ ვიცოდეთ პირველადი დახმარება.
აი ხლა ბატონი დავითი მოგვახსენებს მოტეხილობის შესახებ რა манипуляციებია ჩასატარებელი ამ პირობებში რა საშუალებებს გამოიყენებს ამასაც გეტყვის თუ ჩვენ არ ვიქნებით მომზადებული და არ გვექნება შესაბამისი ინვენტარი რა შეიძლება გამოვიყენოთ მოტეხილობის დროს, ჭრილობის დროს ის შექმნის იმპროვიზირებულად ანუ ბუნების სიახში რაც მოიპოვება იქიდან გამომდინარე დაეხმარება დაშავებულს ანუ დაზარალებულ მოქალაქეს ჩვენ სასწავლო ცენტრში აბსოლუტურად ყველა მოხალისეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ისწავლონ და შემდგომ უკვე დაეუფლონ შესაბამის სპეციალობას და თავად გახდნენ ინსტრუქტორები. მოგესალმებით თენგიზ ექიმო, გითხარით დღეს რა როლი გაქვს და არა მარტო დღეს, ზოგადად ჩვენ შაბათის შეკრებებში თქვენ რა როლი გაქვთ? დიახ, მოგახსენებთ ხა მე ჩვენ ჯგუფებს მოვყვები როგორც ექიმი. პირველადი დახმარება რომ დაჭირდეს ვინმეს აღმოუჩენთ. ხო, მთელი მარშრუტის მანძილზე ხო, მეც ვიხსენებ ახალგაზრდობას, ახალგაზრდა ურთიერთობა მშვენიერია და ვაკეთებთ ესე კეთილ საქმეს. გზაში მე თანმიმდევრობით ვეხმაურები ახალგაზრდებს, ჯგუფებითაა გაყოფილი და მოძრაობ წინ და უკვე ჯგუფებთან რომ ვინმეს რამე ხო არ აქვს რამე ჩივილი რაღაცა და ესე კონტროლის პრევენციასაც ვაკეთებთ და ვაკეთებთ საერთო საქმეს თუ დაჭირდება დახმარება პირველადი დახმარების აღმოჩენას თავის დროზე ვაკეთებ და შემდეგ თუ დაჭირდა ევაკუაციის საშუალებაც არის ყავს სპეციალური ტრანსპორტით რომელიც ზის მარშრუტზე შორიახლოს მოდის და თუ დაგჭირდება ვაკეთებ პაციენტის მერე დაზარალებულის ევაკუაციასაც. ამიტომ ყველაფერი არის ორგანიზებულად გაკეთებული და ცდილობთ რომ ყველაფერი იყოს წყობში და ახალგაზრდები რა თქმა უნდა ჯანმრთელები დაბრუნდეთ თავიანთ სახლებში. მართალი ამინდი ცუდია და ძლიერ ქარს ემატება აი ეს ტალახები რაც არის აი ოპერატორს თქო რომ გამოაჩინოს ეს გზა სადაც დავდივართ თან ამბავი ის არის რომ ეს გრუნტი თვითონ არის თიხანარევი და რომ სველდება ძალიან პლასტელინისნაირი მასა ხდება და აი ფეხსაცმელებით არ ვიცი ჩანს თუ არა მთელი 3 კილო ტალახი მაქვს ფეხსაცმელებზე მაგრამ ჩვენ ის ახალგაზრდები რომლებიც თბილისში ვცხოვრობთ დავიბადეთ და იქ ვატარებთ ჩვენს ყოველდღიურობას გვიწევს ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრება სადაც ძალიან ცოტა არის გამწვანება ბუნებასთანაც ნაკლებად გვიწევს ურთიერთობა და შინაგანი შიმშილი მქონდა მე პირადადაც რომ ბუნებასთან მქონოდა შეხება და სხვა თუ არაფერი მარტო ეს შაბათის შეკრებები მარტომ იმიტომ არის ძალიან მაგარი რომ ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა რომ აქვე აი აგერ თბილისის გარშემო წამოვიდნენ ჩვენთან ერთად და ურთიერთობა იქონიონ ბუნებასთან იმიტომ რომ ბუნება და ზოგადად ეს მწვანე ფერი რაც ბუნებაშია ადამიანს ეხმარება დამშვიდებაში, დაწყნარებაში. მით უმეტეს ესეთი რთული პირობები ბუნებრივი პირობებზე მაქვს საუბარი, ერთგვარი გამოწვევაც არის. აქ არის ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი. ამიტომ ჩვენც დავიძარით შემდეგი წერტილისაკენ. დღეს ჩვენთან ერთად არის ლაზარე ხვედელიანი, რომელმაც გაიარა გომბორის მოსამზადებელ ცენტრში აბსოლუტურად ყველა კურსი მგონი რაც გვაქვს. და რო გითხრა, რამდენი ხანია რაც ჩვენს ორგანიზაციას იცნობდა, რამდენად მოგწონს? თითქმის 1 წელი იქნება და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ საჭიროა ნებისმიერი მოქალაქისთვის იცოდეს ის ყველაფერი, რასაც ამ კურსზე გავდივართ. ეს იქნება ტოპოგრაფია, პირველი დახმარება თუ ნაღმების ამოცნობა და შემდეგ სწორი მოქმედების გაკეთება. რადგან ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება რაიმე შემთხვევას სამოქალაქო ცხოვრებაში და საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ შესაბამის შემთხვევებში. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ლაზარემ ჩვენთან გაიარა პირველად სამედიცინო დახმარების სპეციალიზირებული კურსი და ჩვენი რეკომენდაციით ახლა ის გადის კრწანისის მოსამზადებელ ცენტრში ინსტრუქტორის კურსს და ასევე დღეს ლაზარემ და დავითმა
ჩაატარეს სწავლება თავად პირველად დახმარებაზე. სირთულე იყო ნამდვილად, იმიტომ რომ სულ სხვა არის, როდესაც სწავლობდა, სულ სხვა არის, როდესაც პრაქტიკაში აკეთებს აქ ყველაფერს, მაგრამ შეგრძნება სასწავლი იყო, იმიტომ რომ ვიცი რომ ეხა ძალიან ბევრ ადამიანს ცოდნა მივეცი რაღაც სირედი მაინც, რომელიც გამოადგებათ სამოქალაქო ცხოვრებას. სამშობლო დედაო ჩვენო მინდა ეს სიმღერა გიმღერო შავო სხვა ცისფერო მთებო ჩვენი სწავლებაც თვითგადარჩენაში დაიწყო. სწავლების ფარგლებში მოხალისეებმა შეისწავლეს როგორ უნდა გადარჩნენ ველურ პირობებში, ისე რომ არ გაიყინონ და შეძლონ საკვების მოპოვება. ჩვენმა ინსტრუქტორმა თამაზ ახსიაშვილმა დეტალურად აუხსნა, როგორ უნდა გააკეთონ დროებითი თავშესაფარი, რათა საკუთარი თავები დაიცვან გაყინვისაგან. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა გადაჯაჭვულია. ამიტომ მნიშვნელოვანია მოუხსნიდეთ ამ ურთიერთობას. აქეთა მხარესაც დაიფარებს. ამ შემთხვევაში დაწული ხარ ყინისაგან, ქარისაგანაც, ესმის და შიგნით უკვე თუ გარეთ ყინვა არის, შიგნით თბილი ტემპერატურა იქნება. ადამიანი არ გაიყინება. 2-3 საათის განმავლობაში შეიძლება დაიძინოს, დაისვენოს და შემდეგ აშალოს ეს ყველაფერი ჩაატყოს ზურგჩანთაში და გააგრძელოს. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება გიორგი, რომელიც გახდა 19 წლის და დღევანდელი იუბილეს ატარებს ჩვენს ერთდღიან ლაშქრობაზე. გილოცავ კიდევ ერთხელ მრავალდაეც წარი გისურვებ ყოველივე საუკეთესოს და მითხარი. ესეთი დაბადების დღე ქონია აქამდე თუ არა? გამარჯობა. ეს დავჭირო? კი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგ დროს ვატარებ თქვენთან ერთად. ზოგადად დაბადების დღეების გადახდა ან არ მიყვარს ხოლმე, ან მიყვარს არაორდინალურ სიტუაციებში. ძალიან კარგ დროს ვატარებ. მადლობა თქვენ. და საბოლოოდ უკვე ჩვენი დღევანდელი მარშრუტით მივუახლოვდა დასასრულს. როგორც იქნა, გამოვაღწიეთ. ბოლო მონაკვეთი იყო განსაკუთრებით რთული, რადგან ციცაბო აღმართან ერთად იყო ძალიან ბევრი ტალახი, თანაც თიხა ტალახი. მაგრამ გავუძელით ამ ყველაფერსაც და ეხლა უკვე ვართ ჯვრის მონასტრის ახლოში, სადაც მივალთ, ჩაგვიტარდება საბოლოო სწავლება მონასტრის ისტორიის შესახებ. დავათვალიერებთ და წავალთ უკვე სახლებში. ჩვენი მეორე ლაშქრობაც შედგა. შეგახსენებთ, რომ YouTube-ზე ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ მოღვაწეობა, ამიტომ გამოგვიწერეთ. ეს არის ჩვენი დიდი мотиваცია და დაელოდეთ ჩვენს ახალ ვიდეოებს. ჯვრის მონასტერზე ჩვენმა ინსტრუქტორმა გია გოდერძიშვილმა გაგვეცნო მონასტრის ისტორია და ჩაგვიტარა ისტორიული რაკურსი. ცხეთის ჯვრის მონასტერი უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც მე-6 საუკუნეს განეკუთვნება. სწორედ ამ ტაძრით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში გუმბათოვანი ეკლესიის ტრადიციას. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ტაძარი უდიდესი მნიშვნელობისაა და მისი გამორჩეული არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. საქართველოს გაქრისტიანებიდან რამდენიმე წლის შემდგომ
მირიან მეფეს აქ ჯვარი აღუმართავს და სწორედ აქვე დაუფუძნებიათ შემდგომში ეკლესია. ამ ჯვარის მოსალოცად არა მარტო ქართველები მოდიოდნენ, არამედ ჩვენი სამეზობლოდან სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც. და აქედან გამომდინარე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ რეგიონში და მით უფრო კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებას უნდა უმადლოდეთ ამ მთაზე აღმართულ ჯვარს და შემდგომში აშენებულ ტაძარს. და ჩვენი დღევანდელი ლაშქრობაც დასრულდა ჯვრის მონასტერზე მცხეთაში და აუცილებლად ჩვენი ყველა ლაშქრობა დასრულდება ტაძართან, ვინაიდან ის გზა არ არის, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს. ეს ჩვენი საქართველოა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს. და სწორედ ჩვენი ერთდღიანი შეკრებები ემსახურება აი ამ ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაძლიერებას და რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს სიყვარულს. და თქვენ, ვისაც გსურთ, რომ შემოგვიერთდეთ ჩვენს ერთდღიან ლაშქრობებში, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, დარეგისტრირდით ჩვენ სარეგისტრაციო ბმულზე და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით. ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო. მადლობა.